რუსეთის სახელმწიფო დუმის წინმდგარმა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ახლახან უპრეცედენტო გაფრთხილება გააჟღერა. რევოლუცია მოდის. ეხლა რუსეთში 1917 წლის ეკო ისმის, რადგან ქვეყანაში რაღაც დიდი ხდება. ეს იყო ის, რასაც პუტინი ყველაზე მეტად ეშინოდა. ხალხი მის წინააღმდეგ გამოდის. წარსულის ცარების აჩრდილები მას მოსვენებას არ აძლევენ და ყველაფერი, რაც პუტინს დარჩენია, არის მცდელობა, რომ აღზევებულ ტალღას, რომელიც მის წაღებას ემუქრება, წინააღმდეგ გაუძლოს. რევოლუცია მოდის. ეს იყო გენადი ზიუგანოვის გაფრთხილება, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის ვეტერანი ლიდერია, სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე, რომელიც რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაა. მისი სიტყვები წინ უსწრებს სექტემბრის არჩევნებს და ისინი მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ზიუგანოვი მოხერხებულად მანევრირებს თანამედროვე რუსული პოლიტიკის საფრთხეებს შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხარი დაუჭიროთ პუტინს და მის სტრატეგიასა და პოლიტიკას, მაგრამ თქვენ მთავრობა არ უსმენთ, განაცხადა ზიუგანოვმა სიტყვებით, რომლებიც ბევრად უფრო მხარდამჭერად ჟღერს პუტინის მიმართ, ვიდრე სინამდვილეშია. პუტინი არის მთავრობა, მისი კარისკაცები არიან ისინი, ვინც ვერ ასრულებენ საქმეს. მოხერხებულად ზიუგანოვი პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს, თუმცა ისე იქცევა, თითქოს ეს ყველაფერი პუტინის ბრალი არ იყოს. ეს ასეა და ზიუგანოვმა ეს კიდევ უფრო დაადასტურა მთავრობის მიმართ მეტი კრიტიკით, როცა გააფრთხილა, რომ რევოლუცია ახლოვდება. თუ თქვენ მთავრობა სასწრაფოდ არ მიიღებთ ფინანსურ, ეკონომიკურ და სხვა ზომებს, შემოდგომისთვის 1917 წლის მოვლენების გამეორება გველის. ამის გამეორების უფლებების უფლება არ გვაქვს. მოდით მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, დაიყვირა ზიუგანოვმა. ეს არის ბრძოლისკენ მოწოდება. ზიუგანოვი არ არის პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიის წევრი, ის ოპოზიციის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ის არბილებს თავის ნათქვამს, რათა თავიდან აიცილოს პუტინის რისხვა, ზიუგანოვის ნათქვამი აქ ძალიან მარტივია. პუტინის ომით ნაკანახევი პოლიტიკა არ მუშაობს. ცვლილება საჭიროა და რევოლუცია მოდის. 1917 წლის ეკოები ნამდვილად შეაშფოთებს პუტინს. ის არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ისტორიის მოხმობა, მაშინაც კი როცა წარსულის მოვლენებს ამახინჯებს. მაგრამ ვლადიმერ პუტინიც კი ვერ უარყოფს იმას, რაც 1917 წელს მოხდა. ეს არის რამ, რისი გამეორებაც მას არასდროს სურს. 1917 წელი იყო რუსეთის რევოლუციის წელი. სინამდვილეში ორი რევოლუცია მოხდა. პირველმა დაამხო რუსეთის იმპერიული მთავრობა, ხოლო მეორემ ბოლშევიკები მოიყვანა ხელისუფლებაში. ეს რევოლუციები მოხდა იმ ფონზე, როცა რუსეთი პირველ მსოფლიო ომში უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიდა, რამაც მთელ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია და ბევრს რუსეთში დააფიქრა. საერთოდ რატომ ჩაერთო ქვეყანა ამ ომში? ფრონტზე მასიური მსხვერპლი, მზარდი ეკონომიკური სირთულეები, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა და ფინანსური თუ პოლიტიკური ელიტისადმი სიძულვილი. ერთად შეიკრიბა და შექმნა ქარიშხალი, რომელმაც რუსეთი სამუდამოდ შეცვალა. აქ ყველაფერს ვამარტივებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, არა? ზიუგანოვი ხედავს პარალელებს და მას სწრაფადვე გამოიყენა ეს თავის 15 აპრილის გამოსვლაში, სახელმწიფო დუმაში, სადაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის საზოგადოებრივი სტრუქტურა, როგორიც ახლაა, არასწორია ქვეყნისთვის. ჩვენ ოლიგარქიული კაპიტალიზმით სრულ ჩიხშიში მივდივართ. ისინი არ სურთ ინვესტიცია ჩადონ ჩვენს გამარჯვებაში, ჩვენს ბავშვებში, მრავალშვილიან ოჯახებში და ასე შემდეგ. გასულ წელს კიდევ 600,000 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ჩიხში შევდივართ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს საპროცენტო განაკვეთი, ეს პოლიტიკა, ეს დაფინანსება, განაცხადა ზიუგანოვმა თავის გამოსვლაში. კლავაც პუტინის მიმართ პირდაპირ კრიტიკა არ კარყოფილა. მაგრამ ეს არის პუტინის საზოგადოება, რომელიც ზიუგანოვის მიკროსკოპის ქვეშ აშკარავდება. ოლიგარქები, კორუფცია, კაპიტალიზმის დამახინჯებული ვერსია, რომელსაც პუტინი მე-4 საუკუნეა თავის ნებაზე ატრიალებს, იწვევს ისეთ ეკონომიკურ კოლაფსსა და უკიდურეს ომის დანაკარგებს, როგორც რუსეთმა 1917 წელს ნახა. ახალი ეპოქის ცარი ბრმა არის თავისი ხალხის საჭიროებების მიმართ. დამალულია სპილოს ცვლის ბუნკერში, აგროვებს მილიარდებს, როცა მისი ქვეყანა იწვის. ვინც კი მართლა ყურადღებას აქცევს, იცის, რომ ზიუგანოვი წაქეზებას ცდილობს. სინამდვილეში რამე რაც მოხდა სულ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ მან თავისი ანთებული სიტყვა წარმოთქვა, აჩვენებდა რა ცდილობდა მიეღწია თავისი რევოლუციის შესახებ საუბრობლით. ამაზე მალე დავბრუნდებით. ჯერ კი უარყოფა შეუძლებელია, რომ კომუნისტური პარტიის ლიდერის რიტორიკას რუსეთის ეკონომიკაზე საკმაოდ ბევრი საფუძველი აქვს. ზიუგანოვის მოწოდებები პრეზიდენტ პუტინისადმი მეტი მხარდაჭერისკენ სინამდვილეში დაფარული კრიტიკაა იმ მდგომარეობის, რომელიც პუტინმა და მისმა უკრაინაში შეჭრამ შექმნა რუსეთში. კაცმა, რომელიც რუს ხალხს სტაბილურობას ფირდებოდა, 4 წელზე მეტია მხოლოდ ქაოსი მოუტანა. ომის დროინდელი ზრდის შემდეგ 2023 და 2024 წლებში, რომელთაგანაც ბოლო წელს რუსეთმა 4.3%-იანი მფლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MČP-ს ზრდა ნახა, რუსეთის ეკონომიკამ ვარდნა 2025 წელს დაიწყო. MČP-ს ზრდა მხოლოდ 1% იყო, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა პროგნოზებს. 2026 წელს მოსალოდნელი იყო ვარდნა 0.8%-მდე. სანამ ნავთობის მოულოდნელმა შემოსავალმა, რომელიც ირანში ოპერაცია ეპიკური რისხვის არაპირდაპირ შედეგია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს პროგნოზის 1.1%-მდე გაზრდა არ აიძულა. ეს მაინც არ არის კარგი. ზედაპირის ქვეშ ბევრად მეტი ბზარია. ასევე ზედაპირზე უამრავი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ზიუგანოვი მიუთითებს. და კიდევ არის სიკვდილიანობა. ზიუგანოვის თქმით, გასულ წელს კიდევ 600,000 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ გარდაცვლილთაგან ბევრი უკრაინაში იქნება, ომში შეწირული, რომელიც უკრაინის თქმით ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთს 1,325,000-ზე მეტი დაღუპული და დაჭრილი დაუჯდა. კлау პარალელები. ეკონომიკური პრობლემები, მასიური მსხვერპლი ომის გამო, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც რუსეთში ვინმე ელოდა. ეს ისევ 1917-ია და როგორც ჩანს, პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს გამოასწოროს. ეს არის ჩიხი, რომელშიც პუტინმა რუსეთი შეიყვანა. ზიუგანოვს ჯერა რომ იცის რა მოხდება და ამის დასანახად საკმარისია გადავხედოთ მის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სკანდალური განცხადებების გაკეთებამდე რამდენიმე წრით ადრე. აპრილის 10-ში ზიუგანოვმა უფრო პირდაპირი მიმართვა გააკეთა რუსეთის ამომრჩევლებისადმი, რომლებიც მისი აზრით უნდა გახდნენ იმრევი რევოლუციის მამოძრავებელი ძალა, რომელიც როგორც ის ფიქრობს, მალე მოხდება. ამჯერად მან ყველას მოულოდნელად დაატყდა თავზე კომენტარებით იმ მდგომარეობაზე, რომელიც პუტინის მიერ შექმნილ რუსულ საზოგადოებაშია. თუ ხელისუფლება ამომრჩევლებს არ მისცემს შესაძლებლობას სექტემბერში ბიულეტენით გამოასწორონ მდგომარეობა, ისინი ქვეყანას დამარცხებისთვის გაწირავენ, განაცხადა ზიუგანოვმა, როცა რუსეთის ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავდა. მაგრამ რეალობა მისი თქმით ისაა, რომ რუსეთს ახლა ორი არჩევანი აქვს: კაპიტალიზმი ომით ან სოციალიზმის სამართლიანობით. პოლიტიკური ასპექტების მიუხედავად, ზიუგანოვი ძალიან ნათლად ეუბნება რუსეთის ხალხს, რომ პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთი არ მუშაობს. კომუნიზმზე დაბრუნება შეიძლება არ იყოს პასუხი. ზიუგანოვს ეს სურს აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ თუ ცვლილება ნებისმიერი სახის ცვლილება არ მოხდება, მაშინ რუსეთი განწირულია უკრაინაში დამარცხებისთვის და შინ დაშლისთვის. და ზიუგანოვის ყველა გაფრთხილებას, რომ კიდევ მეტი სიმძაფრე შემატოს, კომუნისტმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ თავს იდეალურ მდგომარეობაში აყენებს, რათა აშშ-ს შემდეგი სამიზნე გახდეს. უკვე მარტში ზიუგანოვმა ამერიკის მიერ ნიკოლას მადუროს ვენესუელაში გადაყენებასა და მის ამჟამინდელ ქმედებებს ირანში რუსეთისთვის გამაფრთხილებელ ნიშნებად მიუთითა. შემდეგი ჩვენ ვიქნებით. შეხედეთ ტრამპის სტრატეგიას. ჩინეთი პირველია, ჩვენ მეორენი ვართ. ირანი მესამეა, განაცხადა ზიუგანოვმა სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის სესიაზე და დაამატა. ჩვენ უფრო ცუდად დაგხვევენ ვიდრე იუგოსლავია, ერაყი და ლიბია ერთად. რუსეთი პლანეტის მთავარი საწყობია და სწორედ ამიტომ არის ის მთავარი სამიზნე. ეს საწყობი დასუსტებულია. პუტინი ამის მიზეზია. ეხლა აშშ-თვის მოსვლის დრო ისეთივე კარგია, როგორც ნებისმიერი სხვარისხვა და თუ ასე მოხდება, რევოლუცია ძალიან დაგვიანებული იქნება, რადგან გატეხილი რუსეთი ვერაფერს გააკეთებს თავის დასაცავად. მისი ეკონომიკა განადგურებულია და ხალხი რეკორდული რაოდენობით იღუპება. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი წარმოუდგენელი. პუტინისა და ყველაფრის რაც მან ააშენა დვაშლა. მაგრამ ეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერის გაფრთხილებები არ არის, რომლებიც აჩვენებს რევოლუციის ნიშნებს, რომელიც შესაძლოა ახლოვდება. პუტინი თავად ამჟავნებს თავის სისუსტეს. ის გაბრაზებულია და ადანაშაულებს სხვებს იმ ეკონომიკურ კატასტროფაში, რომელიც თავად გამოიწვია. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაწვდით სრულ სურათს სათაურების მიღმა, ასე რომ თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწრებდეთ ეხლა ზიუგანოვის სიტყვები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ადამიანის გაბრაზებული გამოსვლა, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს პუტინის ძალაუფლების დაკარგვაში. ის ხომ ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ მათი გამოსვლის დრო სულაც არ არის შემთხვევითი. ზიუგანოვმა ისარგებლა შესაძლებლობით, რადგან თავად პუტინი ავლენს სისუსტის იმ დონეს, რაც ჩვენ მის 4 წელზე მეტხანს უკრაინაში შეჭრის განმავლობაში არასდროს გვინახავს. 15 აპრილს იმავე დღეს, როცა ზიუგანოვმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა სამართლიანად ებრძოლათ, პუტინი დაკავებული იყო რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური ჩინოვნიკების გაგიცვით. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური შემცირება მიუღებელია, განაცხადა პუტინმა და საჭიროა რაიმე გაკეთდეს. ოთახში არავინ იქნებოდა ისეთი, ვისაც პუტინისთვის იმის თქმა ეყოფოდა გამბედაობა, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ყველაფერი, რაც რევოლუციისთვის საფუძველს ქმნის, პირდაპირი შედეგია პუტინის ომიანობის. პუტინის ბრალია, რომ რუსეთი ჩაეფლო ომში, რომელიც როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აცხადებს, ქვეყანას წელიწადში 250 მილიარდი ევრო. ანუ დაახლოებით 293 მილიარდი უჯდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე $1 ტრილიონ მეტი გადაყარა ბრძოლაში, რომლის მოგებაც მას ძალიან შორს აქვს. პუტინის საყვედურები თავის მოხელეებს დიდ მნიშვნელობას არ ატარებს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი 14.5%-მდე, რაც არის ერთიანი კამპანიის ნაწილი, რათა ეკონომიკური ზრდა სესხების მეშვეობით წაახალისოს. 14.5% მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და რუსეთის საბაზო საპროცენტო განაკვეთის მუდმივი შემცირება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 2025 წლის მაისში 21% იყო აჩენს შეშფოთებას, რომ ინფლაციის ახალი ტალღები შეიძლება დაიწყოს. პუტინის ილუზია განზრახული იყოს თუ არა, მისი როლი რუსეთის ეკონომიკურ ვარდნაში ასევე გამოაშკარავდა 2025 წლის დეკემბერში. იმ დროს პუტინმა რუსეთის ეკონომიკის შენელება დაასახელა როგორც ფასი, რომელიც ეკონომიკის ხარისხისა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებისთვის გადაიხადეს. ეს საერთოდ რას ნიშნავს? რა ეკონომიკის ხარისხი? ეს არის ქვეყანა, რომელიც აწდება ახალი თანამშრომლების აყვანის შეჩერებას, უზარმაზარ საგარეო ვალს, სავალუტო რეზერვების სრულ არარსებობას და აღდგენის გზას, რომელიც იმდენად შევიწროვდა, რომ თითქმის აღარ არსებობს. და პუტინის რეაქცია, რომ გაუკიცხოს იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ვერ ეუბნებიან რუსეთის ლიდერს, რომ იმ მდგომარეობაში არიან, რადგან პუტინმა თვითონ ჩააფენა ისინი იქ. თავი ქვიშაშია ჩარგული.
თუ ზიუგანოვი მართალია, ამ თავს რევოლუციამ მოჰკვეთავს, რომელიც კუთხეში იმალება და ელოდება. ნამდვილი პრობლემა პუტინისთვის ესაა. შეიძლება მართლა სჯერა, რომ მოკლევადიანი შვება, რომელსაც რუსეთი ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის შედეგად იღებს, საკმარისი იქნება რუსეთის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ეს შეხედულება მხოლოდ კიდევ უფრო შორს წაიყვანს პუტინს იმ გზაზე, რომ გახდეს მთავარი ფიგურა რევოლუციური ამბის, რომელიც რუსეთის ისტორიაში 1917 წლის აჯანყებებთან ერთად შევა. მართალია, რომ რუსეთის ეკონომიკა ოდნავ გაძლიერდება ირანში ომის შედეგად გაზრდილი ნავთობის ფასების გამო. ზუსტად არ ვიცით, რამდენად სარგებლობს რუსეთი ნავთობის ფასების ზრდით. ქვეყანა იყენებს რთულ ნავთობის გადასახადის ფორმულას, რომელსაც ერთთვიანი დაგვიანება აქვს. ამიტომ მარტის ოფიციალური მონაცემები კრემლს ჯერ არ გამოუქვეყნებია. მაგრამ გვაქვს გარკვეული მაჩვენებლები. Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტში რუსეთი ყოველდღიურად დამატებით $150 მილიონ იღებდა ნავთობის გაყიდვებიდან. ვაშინგტონის ინსტიტუტი ამატებს. ირანის ომის შედეგებმა რუსულ ნავთობს საშუალება მისცა გაყიდულიყო დაახლოებით ან უფრო მაღალ ფასად, ვიდრე კრემლმა 2026 წლის ბიუჯეტში დაადგინა, ანუ $49 ბარელზე. მანამდე დასავლეთის სანქციების შედეგად რუსული ნავთობი დაახლოებით $40 იყიდებოდა ბარელზე. პუტინი შეიძლება ყველაფერს ამას შველად არ იქვამდეს, რაც მას მეტ დროს აძლევს სასოწარკვეთილებაში ეძებოს გამოსავალი ეკონომიკისთვის, რომელიც ზიუგანოვის თქმით მოახლოებული რევოლუციის გულშია. მაგრამ სინამდვილეში ნავთობის მოულოდნელი შემოსავალი უბრალოდ დროებით ფარავს პრობლემებს. ეს არც ისეთი მოულოდნელი შემოსავალია, როგორც ჩანს. უკრაინამ სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ნავთობის მოპოვებას. ექსპორტი საკუთარ ხელში აიღო, რათა უზრუნველყოს, რომ პუტინმა ვერ მიიღოს იმდენი სარგებელი ახლო აღმოსავლეთში კრიზისისგან, რამდენიც სურს. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ექსპორტზე მიტანიუმმა დარტყმებმა მარტსა და აპრილში გამოიწვია რუსეთის ნავთობის ექსპორტის მკვეთრი ვარდნა, რამაც გაანეიტრალა ნავთობის ფასების ზრდა. მარტში რუსეთის ნედლი ნავთობის გაყიდვები დღეში 300,000 ბარელით შემცირდა, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების გაყიდვები 200,000 ბარელით დაეცა. ასე რომ ეხლა უკვე ქაღალდიც კი ჩამოცილდა. ეს კი საშუალებას გვაძლევს გავეხედოთ რუსეთის კედლის ბზარებში და დავინახოთ რა ალპება ზედაპირს ქვემოთ, რაც რევოლუციამდე მიგვიყვანს. რუსეთის ეკონომიკის გულში არსებული სტრუქტურული სირთულეები ახლა აშკარად ჩანს და ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, მოდის ქვეყნის ბიზნესებიდან. აპრილის 21-ში Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კომპანიები აჩერებენ თანამშრომლების აყვანას, რადგან მათი სერვისების მოთხოვნა იკლებს. ეს რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებითაა, რომელიც ამბობს, რომ გამოკითხული კომპანიების 64% აცხადებს, რომ 2026 წელს არ აპირებს თანამშრომლების რაოდენობის შეცვლას. მასობრივი აყვანა შემცირდა და რუსული კომპანიების 14%-ში თანამშრომლების დათხოვნა მოსალოდნელია. საშუალო რუსისთვის კარგი ამბავია ის, რომ ხელხელფასები წლის ბოლომდე 10-15%-ით გაიზრდება. მაინც დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? აყვანის შეჩერება ნიშნავს ნაკლებ სამუშაო ადგილს, რაც გარდაულად გამოიწვევს იმას, რომ კრემლი მეტ ადამიანს შეეცდება ჯარში გადაიყვანოს. ზრდადი ხელფასები ბევრს არაფერს ნიშნავს უმუშევრებისთვის ან გათავისუფლებულებისთვის, რის რაც იწვევს უკმაყოფილების ტალღას ჩვეულებრივ რუსებს შორის, იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც მათი ქვეყნის ჩამოშლივმა ეკონომიკამ, რაც მთლიანად პუტინის ომის შედეგია, ჩააყენა ისინი. კიდევ ერთხელ ხედავთ 1917 წლის ანარექსს. იცხოვრო სიღარიბეში, თუ წახვიდე და ომში მოკვდე. არც ერთი არ არის კარგი არჩევანი რუსეთის ხალხისთვის და ეკონომიკური ჯაჭვის უფრო მაღალ საფეხურზე განგაშის ზარები რეკავს, რაც გვანიშნებს, რომ რუსეთი რევოლუციის ზღვარზეა, რაც ფინანსურ კოლაფს გამოიწვევს. აპრილის შუა რიცხვებში, რაც ისევ იმავე პერიოდს ემთხვევა, როცა ზიაგანოვმა თავისი ცეცხლოვანი სიტყვა წარმოთქვა, Fortune-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი რუსეთის რეზერვებზე მიუთითებს და პუტინს ყვირილით სთხოვს ყურადღების მიქცევას. აპრილის დასაწყისში ბიზნეს კონფერენციაზე გამოსვლისას რეშეტნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს მუშახელის დეფიციტისა და ხელფასების ზრდის პრობლემა შეეძლო გადაეჭრა იმის გამო, რომ მას დიდი რეზერვები ჰქონდა, რომელსაც საკუთარი ბიზნესების მხარდასაჭერად იყენებდა. ჩვენი ამჟამინდელი მონაცემებით ეს რეზერვები ძირითადად უკვე ამოწურულია. ეს ნამდვილად ასეა და მაკროეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უფრო რთულია. პირდაპირ განუცხადა რეშეტნიკოვმა კონფერენციის მონაწილეებს. ბიუჯეტი ამოიწურა ომის ხარჯების წლების შემდეგ, ამიტომ რუსულ კომპანიებს ვერ არ დაეხმარებიან და ვეღარ მიიღებენ დახმარებას. ისინი ახლა მარტო დარჩნენ. სწორედ ამიტომ ხედავთ ახალი თანამშრომლების აყვანის შეჩერებას. და ეს მხოლოდ გაუარესდება, რადგან რეზერვების შემცირება ნიშნავს, რომ პუტინი დაიწყებს ფულის ძებნას სხვა წყაროებში, რათა გააგრძელოს თავისი შეჭრა. მეტი გადასახადი, კიდევ უფრო მეტი ფულის ამოღება სოციალური მომსახურებიდან. რუსეთის ხალხი უყურებს, როგორ სუსტდება მათი საზოგადოება იმისთვის, რომ დააფინანსონ ბრძოლა, რომელიც ყოველწლიურად 100,000-ობით მათ მოქალაქეს კლავს. დაამატეთ კიდევ ერთი ინგრედიენტი რევოლუციის ქვაბში. რუსეთის ვალის მდგომარეობაც არ არის უკეთესი. თებერვალში რუსეთის საგარეო ვალმა თითქმის $62 მილიარდ მიაღწია, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით. ეს არის 20 წლის მაქსიმუმი. ბოლოს, როდესაც რუსეთის საგარეო ვალი $60 მილიარდ გადააჭარბა, ეს იყო ჯერ კიდევ 2006 წლის იანვარში. თუ სახელმწიფო და კერძო საგარეო ვალს შევაერთებთ, ციფრები კიდევ უფრო უარესდება. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით 2025 წელს ვალი 10.4%-ით გაიზრდება და ჯამში $319.8 მილიარდ მიაღწევს. ვლადიმერ პუტინი ამას ისე აჩვენებს, თითქოს საგანგაშო არაფერი იყოს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის სახელმწიფო ვალი MŠP-ს 17.7% ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, მაგრამ როგორც ყოველთვის, ქაღალდი ყველაფერს იტანს. ვალის ზრდა ხდება მას შემდეგ, რაც რეზერვები იწურება და რუსული კომპანიები უარს ამბობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს ყველაფერი იწვევს იმ უკმაყოფილებას, რომელმაც ზიუგანოვი 1917 წლის მოხსენიებამდე მიიყვანა. რაც შეეხება პუტინს, ის ვეღარ შეძლებს დიდხანს დამალვას ამ უკმაყოფილებისგან. მისი რეიტინგი მკვეთრად ეცემა. 24 აპრილს Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პუტინის რეიტინგი უკვე მე-7 კვირაა ზედიზედ ეცემა. მარტის დასაწყისში რეიტინგი 73.3% იყო, ახლა კი ის სწრაფად ეცემა. ბოლო მონაცემებით რეიტინგი 65.6%-ია და დიდი ალბათობით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიწერს. პუტინისთვის კიდევ უფრო დამანგრეველია ის ფაქტი, რომ ეს არის მისი ყველაზე დაბალი რეიტინგი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდგის. ეგ. ამ რიცხვებს კიდევ ერთი ნიუანსი აქვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელი იქნება საშუალო რუსი თავისი ავტორიტარული ლიდერის შესახებ, რომელსაც ჩვევა აქვს, რომ ყველას დასჯის, ვინც მის წინააღმდეგ ხმამაღლა ლაპარაკობს. ის ფაქტი, რომ რეიტინგი 65.6%-მდე დაეცა, მიუთითებს იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანი ხდება საკმარისად მამაცი. პუტინს უთხრას რას გზნობს 4 წლიანი ომის შემდეგ. მაგრამ რამდენი კიდევ ამბობს, რომ უჭერს მხარს, სინამდვილეში ასე რომ არ ფიქრობს. 4 წლიანი მინიმუმი, რომელიც დაფიქსირდა, უკვე საკმარისად ცუდია. ეს აჩვენებს, რომ ის პატრიოტული აღტაცება, რომელსაც პუტინი დაეხტუნა ომის დაწყებისას, ახლა უკვე გამქრალია. თუმცა ამ რიცხვების უკან რეალური ამბავი ისაა, რომ ხარდაჭერა ალბათ ბევრად უფრო დაბალია. უბრალოდ ბევრი რუსი შიშობს თქვას, რას გრძნობს სინამდვილეში. ამიტომ უბრუნდებით ზიუგანოვის კომენტარებს და ვხედავთ, რომ 1917 წლის სტილის რევოლუციის რეცეპტის ყველა ინგრედიენტი თავის ადგილზე ეწყობა. როგორც ჩანს, დაუსრულებელი ომი, რომელიც მასშტაბურ სიკვდილს იწვევს. ეკონომიკური პრობლემები სულ უფრო მძიმდება და არდგენის არანაირი ნიშანი არ ჩანს. რეიტინგები ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს უკმაყოფილების ყველა წაროზე ზეწეწოლა მოახდინოს. რუსეთში რაღაც გროვდება. ზიუგანოვიც ამას იცის. ეს ბევრ რუსსაც ესმის. და რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს რეალობისგან დამალვას, პუტინიც ამას იცის. ბრალდებების გადატანასაც აქვს საზღვარი, სანამ პუტინის ქმედებები მასვე არ დაუბრუნდება. რამდენ ხანს დარჩება პუტინი ხელისუფლებაში, როცა უკვე ცნობილი პოლიტიკური ფიგურებიც გეუბნებიან, რომ მის მიერ შექმნილი საზოგადოება კრახს გამიცდის. ნავთობის დროებითი დახმარებაც, რომელიც პუტინს გარდაუვალის გადავადებაში ეხმარება, დიდხანს ვეღარ გადაარჩენს მას. უკრაინის ჩამჭერი დრონები უკვე დაფრინავენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ეხლა უკრაინამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გამს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და ნავთობის ფასების დასაწევად. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი ანალიზი პუტინის ხვევადი ძალაუფლების შესახებ. მადლობა ყურებისთვის.